დღეა ჩვენი შეხვედრის დღე სიხარულის და ეს სიხარული ჩვენ მოგვიტანეთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მომავალი თქვენია ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის რომ მომავალში თქვენ იქნებით პატრონი საქართველოს ჩვენ უნდა კარგად ისწავლოთ ჩვენ უნდა იყოთ ეკლესიურები მორწმუნენი და თქვენი ცხოვრება უნდა ააშენოთ რწმენაზე მართლმადიდებელ რწმენაზე სარწმუნოებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა თქვენ იცით აი აქ პორტრეტია წმინდა ილია მართლის მან დაგვიტოვა ანდერძად რომ ყველაზე მეტად ჩვენ უნდა გავხსნილდეთ მამულსა ენას სარწმუნოებას და აი თქვენ თუ ამას შეინახავთ საქართველო გადარჩება და მე მჯერა რომ აუცილებლად გადარჩება თქვენი სასწავლებელი უნდა იყოს სამაგალითო სასწავლებელი თქვენ უნდა მაგალითი უჩვენოთ სხვა ყველა სკოლას და გიმნაზიას და მართლაც ასეა იმიტომ რომ თქვენ ყავთ ძალიან კარგი დირექტორი და კარგი მოსწავლეები მერცმა დაგვლოცოთ ჩვენთან არის მერცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ეს სიტყვები საერო გიმნაზია შავნაბადას პედაგოგებსა და მოსწავლეებს ეკუთვნის და ისინი 2001 წლის მაისში სასწავლებელში სტუმრობისას არის წარმოთქმული. საქართველოს ეკლესიის საჭეთპროფლის ქებამ აღსაზრდელებსაც და აღმზრდელებსაც პასუხისმგებლობა გაუორმაგა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დღე იღწვიან რათა იმედი რომელიც მათ მიმართ გაჩნდა არ მივიდეს ასეც ხდება 1998 წელს როდესაც მე პირველად შევხვდი უწმინდეს მან მკითხა თუ რამდენი შვილი მყავდა მე მას უთხარი რომ მყავდა 154 შვილი და მას გაეცინა და ბრძანა რომ პირველად ხედავ სკოლის დირექტორს რომელიც თავის მოსწავლეებს თავის შვილებად თვლისო და აი იმ დღის შემდეგ უკვე დაიწყო თანამშრომლობა უწმინდესსა და გიმნაზიას შორის უწმინდესი არის ჩვენი რა თქმა უნდა სულიერი მოძღვარი მისი კურთხევით გაკეთდა ყველაფერი გიმნაზიაში საერო სკოლა სადაც ყოველი დილა ცულოვანი ლოცვით იწყება და რწმენით და იმედით გრძელდება თავის არსებობის მიზანსამართლებს მათი מחარებელი სახარების მეექვსე მოხლის მეექვსე თავში გვასწავლის ხოლო შენ რა ჟამს ილოცვი და შევეც საუნჯესა შენსა და დახშე კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმად ფარულად და მამა შენი რომელი ხედავს დაფარულთა მოგაგო შენ ცხადად ჩვენ 3 წლების განმავლობაში დაფარულად შრომობდით და ვაკეთებდით ჩვენ საქმეს და დღევანდელი ჩვენი გიმნაზიის წარდგომა და ჩვენება ჩვენი ქართველი ერის წინაშე განპირობებული არის პატრიარქის კურთხევით პატრიარქმა მოგცა კურთხევა რომ ვაჩვენოთ ჩვენი ეს 20 წლიანი ნამუშევარი ქართველ საზოგადოებას და გვინდა რომ აი ეს ჩვენი გიმნაზიის იმ აღზრდის წესი რა წესითაც ჩვენ ვზდით ჩვენ მოსწავლეებს რომ თუ მოსაწონი იქნება ქართველი ერისათვის და საქართველოსათვის რომ მოხდეს შემდეგ სხვა სკოლებში აი ამ წესის დანერგვა ჩვენი წინაპრებისგან ვიცით რომ თავარი ძალა რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს არის ცოდნა და განათლება
აუცილებელი არის რომ ჩვენ სწორი განათლება და სწორი ცოდნა მივცეთ ჩვენ შთამომავლობას. Აი ეს ძალა, რომელიც ჩვენ გიმნაზიას წარმატებას ანიჭებს, პირველი არის ის, რომ გიმნაზია არის მართლმადიდებელი სასწავლებელი. თუ ბავშვი მართლმადიდებლურად მონათლული არ არის, ჩვენ ვერ ვიღებთ გიმნაზიაში, იმიტომ რომ ჩვენთან აუცილებელი არის, რომ ბავშვი ესწრებოდეს ლოცვას. და რადგან ლოცვას უნდა ესწრებოდეს, ის აუცილებლად უნდა იყოს მონათლული. ესე იგი, ხაზს უსვამ, რომ ჩვენი წარმატების პირველი ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის მართლმადიდებლობა. დილის ლოცვა იწყება ჩვენთან გიმნაზიაში 9 საათზე. ჩვენ კურთხევა გვაქვს უწმინდესისაგან, რომ დილის ლოცვის და საერთოდ შვიდგზის ლოცვის დროს ბავშვებს ხელი ეჭიროთ უფლის წყალობისათვის. და ჩვენ ვცდილობთ, რომ პირველი კლასიდანვე ბავშვები შევაჩვიოთ ხელის დაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ აი ბავშვი ამ ხელის დაჭერით სწავლობს თავდაბლობას, მოწიწებას და ასევე სიწმინდეებისადმი პატივისცემას. დილის ლოცვის შემდეგ ერთად უგალობთ ღმერთს. შავნება და სახსაზრდელები დილის ლოცვის შემდეგ დღეში კიდევ რამდენჯერმე ხვდებიან ერთმანეთს შვიდგზის ლოცვებზე, რაც სხვადასხვა ასაკის ახსაზრდელების სულიერ დაახლოებას უწყობს ხელს. რაც შეეხება შავნაბადას გერბი, ეს არის წმინდა გიორგი. შავნაბადას წმინდა გიორგი ფრესკაზე არის შავნაბადას მონასტერში დაწერილი და ჩვენ პირდაპირ აი ეს ფრესკა გადავიღეთ და აი ეს ფრესკა არის ჩვენი გიმნაზიის გერბი. რაც შეეხება ჩვენთან გიმნაზიაში ლოცვის დარბაზში არის ასევე საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და ასევე ჩვენ ერეკლე მეფის დროინდელი გერბი აღვადგინეთ და ერეკლე მეფის გერბი გვაქვს და გვაქვს ასევე საქართველოს დროშა გორგასლიან დავითიანი. ყველაფერი კი 20 წლის წინ დაიწყო ერთადერთი მიზნით შექმნილიყო უბრალოდ სიკეთის მსახურთა სკოლა, რომელშიც ძველი ქართული ტრადიციებით აღზრდიდნენ თანამედროვე თაობას, სადაც ზნეობით, სიკეთითა და მოყვასი სიყვარულით ჩამოაყალიბებდნენ თანამედროვე ახალგაზრდას. 2000 წლის წინ პირველი 33 ახსაზრდელი მიიღეს. დღეს კი გიმნაზია შავნაბადას ღირსებას 550-ზე მეტი მოსწავლე იცავს. გიმნაზია შავნაბადას დევიზი არის შთამომავლობის გადასარჩენად თავგანწირული ბრძოლა. აი ეს თავგანწირული ბრძოლა ჩვენ დავიწყეთ 24 წლის წინათ, როდესაც უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი კერძო სასწავლებლების დაფუძნების შესახებ. ეს იყო 1991 წელი და აი ამ 1991 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რომ შეგვექმნა ჩვენი ესე იგი სასწავლებელი, ჩვენი გიმნაზია. მე 2 წლის განმავლობაში წავედი ბათუმში, მუშაობდი ბათუმში, ფიზიკურად მუშაობდი და შევაგროვე ფული, რომ შეგვეძინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. და მართლაც 1995 წლის 4 სექტემბერს მოხდა გიმნაზია შავნაბადას დაფუძნება და ეს გიმნაზია მაშინ აკურთხა, დაფუძნების დღეს აკურთხა მამა ალთანდილ ბურდულმა. თავიდან ჩვენ ვიყავით
ნავთლუღის ქუჩა ნომერ 7-ში იყო საბავშვო ბაღი და 2 წლის განმავლობაში ჩვენ ფუნქციონირებდით აი საბავშვო ბაღში. შემდეგ უკვე გიმნაზია ძალიან გაიზარდა, ბავშვთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ამიტომ მოგვიხდა შენობის მოძიება და შემდეგ უკვე როცა მოვედით ამ შენობაში, ვნახეთ შენობა ძალიან დიდი იყო, მაგრამ მთლიანად გაძარცვული და ამორტიზირებული იყო და ამისათვის უკვე დაგვჭირდა თანხების მოძიება და მაშინ დაახლოებით 70,000 ლარი დავხარჯეთ, რომ შენობა მოგვეწყო სასწავლო პროცესისათვის, რომ ვარგისიანი ყოფილიყო. საკუთარი ხელით შრომობდით, ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ყველაფერს და როდესაც მშობლები მოვიდნენ და ნახეს გარემონტებული შენობა, მართლაც გაუცდნენ, რომ როგორც სადადე-გამიწა, ისე განსხვავდებოდა თქვათ ის ძველი შენობა იმ გარემონტებული შენობისაგან, რომელიც ჩვენ 97 წელში მშობლებს დავახვედრეთ. აი ამის შემდეგ უკვე ფუნქციონირებთ ამ შენობაში და დღეს უკვე შენობას დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაჭირდა და აღვადგინეთ მთლიანად შენობა, ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და დღესდღეობით ერთ-ერთი კარგი მატერიალური ტექნიკური ბაზის მქონე გიმნაზია ვართ თბილისში. ამჟამად გიმნაზიაში სწავლობს 557 მოსწავლე და არის 33 კლასი. რა თქმა უნდა, იქ პარალელური კლასები არის სხვადასხვა საფეხურზე და რაც შეეხება კლასში ბავშვების რაოდენობა, მაქსიმუმი არის 16 მოსწავლე კლასში. რაც შეეხება მე-12 კლასი, ჩვენ გვაქვს როგორც აბიტურიენტების კლასი გახსნილი და მე-12 კლასში უკვე დონეების მიხედვით იყოფა ბავშვები და აბიტურიენტები და უკვე დღეს 3 მე-12 კლასი ყავს და ისინი თავიანთი სპეციალობების მიხედვით, სადაც ისინი აბარებენ, ებზადებიან აი იმ საგნებში, რომელიც მათი სურვილის მიხედვით მათ ესაჭიროებათ. რა თქმა უნდა, გადიან იმ მე-12 კლასის აუცილებელ პროგრამას და ასევე მასწავლებლები მათ დამატებით მეცადინეობებს უტარებენ იმ სასწავლო საგნებში, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ სკოლაში განსაკუთრებული როლი ეთმობა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით სასწავლო პროცესის ორგანიზებას და ყველა იმ სიკეთის მიღებას ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომელსაც 21 საუკუნე ჩვენ ადამიანებს მოქალაქეებს გვთავაზობს. მოგეხსენება თქვენ როდესაც დაათვალიერეთ სკოლის უშუალოდ სასწავლო პროცესი, კლას კაბინეტები, ნახავდით რომ თითქმის ყველა ოთახი აღჭურვილი არის შესაბამისი პერსონალური კომპიუტერებით და ლეპტოპებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ სკოლაში მოქმედებს ელექტრონული პროგრამა, რომელიც ელექტრონული პროგრამის საშუალებითაც სკულბუქის საშუალებით მშობელს მუდმივად აქვს ინფორმაცია თავისი შვილის როგორც აკადემიური მოსწრების შესახებ, ასევე სკოლაში სხვადასხვა საკითხების შესახებ. მას ნებისმიერ დროს შეუძლია დღის ნებისმიერ დროს მიწეროს თავის კლასის დამრიგებელი, იქნება ეს თუ დირექციის თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, იქნება თუ ექიმი ან ნებისმიერი მასწავლებელი, მიწეროს თავისი შვილის ნებისმიერ საკითხზე მდგომარეობის შესახებ და მას შეუძლია ავტომატურად მიიღოს პასუხი. ასევე მშობლებმა მუდმივად იციან და ჩართულები არიან სასწავლო პროცესში იმ თვალსაზრისით, რომ მათ ყოველთვის იციან რა აქვთ მათ შვილებს საშინაო დავალება, რა ნიშნებს იღებენ, როგორ იქცევიან სკოლაში, მასწავლებელს მასთან სათქმელი აქვს თუ არა აქვთ, იმიტომ რომ მოგეხსენება თანამედროვე ცხოვრების რიტმმა მოიტანა ის, რომ ხშირად მშობლები ვეღარ იჩენენ აქტიურობას სასწავლო პროცესში ჩართვისა, იმიტომ რომ სამსახური 1000 საკითხი, რომელიც თქვათ ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს, ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიამ მოიტანა სწორედ ის, რომ ჩვენ შევქმენით და უпростоრად ვიყენებთ ისეთ პროგრამას, რომელიც ამ ყველაფერში გვეხმარება, რომ მშობელი არ მოწყდეს შვილის სასწავლო პროცესს. Იდან გამომდინარე, რომ ყველა მშობელი ცდილობს, რომ მაღალი განათლება მისცეს თავის შვილს,
დიდი ფიქრიც არ დაგვჭიროებია ამისთვის. თითქოს ყველა ადამიანშია რაღაც ღვთიური იმპულსი, რომელიც გიბიძგებს, აიც წახვიდე და რა აკეთო. ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ მოსულიყავით შავნაბადაში, ჯერ გავეცანეთ სკოლის შინა განაწესს, გარემოებას და ხმამაღალი ნათქვამი რომ არ გამომივიდა, შეიძლება ვთქვა, რომ ეს არის უფრო სკოლაზე ბევრად აღმატებული. ეს არის ნამდვილი წმინდა ქართული უნივერსიტეტი, რომელიც აძლევს ძალიან დიდ ძლიერ ბალავარს ბავშვებს იმისათვის, რომ მიიღონ დიდი ცოდნა და გამოადგნენ სამშობლოს. მე სამი შვილი მყავს ამ გიმნაზიაში. ჩვენ 2007 წლიდან დავდივართ გიმნაზიაში ავნაბადაში. უფროსი ვაჟი თენგიზ დიღმალაშვილი მერვე კლასელია. მომდევნო გოგონები შესაბამისად მეოთხე და მესამე კლასელები კვანცა დიღმალაშვილი და სალომე დიღმალაშვილი. გიმნაზიის აღზრდის მეთოდმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა და ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია თვითონ პირადად ჩემი შვილების როგორც პიროვნება ჩამოყალიბების საქმეში. მინდა გითხრათ, ძალიან მე როგორც მშობელს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ცოდნის მიღებას სკოლაში, არამედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, სადაც უწევთ ნახევარი დღის ძალიან აქტიური პერიოდის გატარება, თუ სად უხდებათ მათ როგორ გარემოში ყოფნა. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ჩემი აზრი ეს არის, დარწმუნებული ვარ ყველა მშობლის საერთო აზრი, ყოველთვის ვთანხმდებით იმაში, რომ ის გარემო, ის ჯანსაღი გარემო, რაც ჩვენს გიმნაზიაში სუფევს, ზუსტად საწინდარია იმისა, რომ ბავშვის არა მარტო გონებრივი მონაცემების განვითარება მოხდეს, არამედ სულიერადაც ჯანსაღი გაიზარდოს, ის უნარჩვევები შეიძინოს, რაც ცხოვრებაში სწორი მიმართულებით განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებას. ჩანაფიქრმა გაამართლა და დღეს საერო გიმნაზიაში ავნებადას აღსაზრდელებსა და აღზრდილებს არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იცნობენ, თუმცა ამაზე შემდგომ. იქამდე კი იმ უმთავრეს მიზანზე, რამაც სკოლის მოსწავლეების ერთსულოვნება და წარმატება განაპირობა. ეს არის უდიდესი სიყვარული თაობებს შორის. აქ არ არსებობს ჩადეხილი ხიდის პრობლემა. ამ ყველაფრის თავი და თავი კი სნეკეთილთა საბჭო არ მოსწავლეთა პარლამენტი, რომელიც თავად ადგენს სკოლის კანონებს და თავადვე ზრუნავს მათ დაცვაზე. ჩვენ შევიმუშავეთ საერო და სასულიერო სკოლის შერწყმის ოქროს კვეთის მოდელი და აი ამ მოდელს დავარქვით ზნეკეთილთა სკოლა. ჩვენ ახალი არაფერი არ მოგვიგონია, ეს ყველაფერი არის კარგად დავიწყებული, ჩვენი წინაპრების მიერ დაფუძნებული, აპრობირებული 19 საუკუნის განმავლობაში. პატრიარქის კურთხევით, ლოცვა კურთხევით ჩვენ მადლობა ღმერთს აღვადგინეთ ეს წესი, ეს ძირძველი 19 საუკუნოვანი წესი მოვიძიეთ და დღეს უკვე მთელი საქართველოს წინაშე გვინდა ვაჩვენოთ მთელ საქართველოს, რომ ეს წესი არსებობს. ზნეკეთილთა საბჭო ზნეობის დასისა და კეთილმოწესეებისგან შედგება. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი სკოლის მოსწრებასა და წარმატებაზე. ასე იქმნება ერთსულოვანი გარემო, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთ დიდ ოჯახად აყალიბებს პირველივე კლასიდან. ეს არის ერთგვარი პარლამენტი სკოლის თვითმმართველობა და ბავშვები აი თავიანთ გადაწყვეტ თვითონ იღებენ ქულებს, თვითონ იღებენ დადგენილებებს და თავიანთ მიღებულ კანონებს ისინი აი უსიტყვოდ ასრულებენ. ზნეობის დასის წევრობის ფუნქცია არის კლასში წესრიგის შენარჩუნება. ასევე ჩვენ ვადგენთ კლასთა შორის შეჯიბრებებში სარეიტინგო ქულებს და მათ რაოდენობას. მაგალითად, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვი კლასისთვის მოიპოვებს 3000 ქულას, ხოლო კლასი, რომელსაც თვის განმავლობაში ყველაზე მეტი დაგვიანება ექნება, პირიქით 2000 ქულას დაკარგავს. ქულები ბავშვებისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს და ისინი უფრო დაინტერესებულნი არიან, რომ თავი გამოიჩინონ აკადემიურად და სხვა აქტივობებში. ყოველთვის ბოლოს ჭამდება მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა აქტივობებში დაგროვებული ქულების რაოდენობა, რის შედეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული კლასები, რომლებშიც შემდგომში მამა გიორგის მონაწილეობით ხდება ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს გაბრწყინებული ხატების დაბრძანება. ამავდროულად უკვე წლის ბოლოს საერთო ქულებით გამარჯვებული კლასები ირჩევენ რომელიმე ერთ საგანს, რომელშიც შემდგომში მათ ეხსნებათ გამოცდა. და გარდა ამისა, მათ დირექციისგან გადაეცემათ ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით, რითიც შემდგომში ისინი მიემართებიან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში წმინდა ადგილების მოსავალցად. მთელი კლასი, მთელი
ჩართული არის აი ამ გამარჯვებაში. კეთილმოწესეს ზოგადად ძალიან დიდი ფუნქციები აკისრია თვითონ კლასში, გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს და დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. დიახ, კეთილმოწესეს ევალება ასევე კლასის ორგანიზება, მასწავლებელსა და ბავშვებს შორის კარგი ურთიერთობების დამყარება და თუ რაიმე ბავშვებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, იმის გადაჭრა სხვადასხვა გზით. და მე უფროსი კეთილმოწესე ვარ და თუ კლასის კეთილმოწესემ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, ჩემთან მოდიან და მე ვერთვები საქმეში და ზოგს რჩევას ვაზრო და ვაგვარებ ამ პრობლემას. ეს საერთოდ კეთილმოწესების კრება იკრიბება თვეში ერთხელ, ტარდება. და აქ ეწრება ამ კრებას როგორც მამაო, ასევე რელიგიის მასწავლებელი და წყვეთ ამ სკოლისთვის ამ განხილულ პრობლემებს, ვიხილავთ ამ პრობლემებს და შემდეგ ვიღებთ ზოგ გადაწყვეტილებას. ეს კრება შეიძლება ჩატარდეს იმის გამო, რომ ბილწითყვაობა მოხდა სკოლაში და ასევე ბავშვებს შორის დაპირისპირების გამო. და თუ რაიმე ცვლილება გვინდა სკოლაში ამ კეთილმოწესის საქმეში გავაკეთოთ. და თვითონ ზოგადად ამ პრობლემას ჩვენ ტკბილი ლაპარაკი და ტკბილი საუბრით რჩევის მიცემით ვაგვარებთ და ბავშვებიც ამას ითვალისწინებენ. და მე უფროსი კეთილმოწესე ვარ, ბავშვებმა ამირჩიეს, დობა გამომიცხადეს და მეც მზად ვარ მათი იმედები გავამართლო. ასე რომ აი ყოველდღიურად ბავშვები ერთმანეთს სახლში ურეკავენ, ერთმანეთს აფრთხილებენ ეს ზნეობის დასის წევრები, რომ დავალება დაწერენ, ფორმა ჩაიცვი, რომ ქულები არ დააკლდეთ და ეს არის ისეთი წამახალისებელი, ისეთი სტიმულის მიმცემი ბავშვებისათვის, რომ აი უკეთესი მოდელი და უკეთესი წესი არ შეიძლება რომ თქვათ ყოფილიყო და აი ამ წესით და აი ამ კანონებით იზრდებოდნენ თაობები საქართველოში. ასევე ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა. მე საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელი მოსწავლეები მიმყავს ზაფხულობით სხვადასხვა მონასტერში. ჩვენ იქ მონასტრის ტიპიკონით ხელმძღვანელობთ, ესე იგი ცხოვრობთ მონასტრის ყოველდღიური ცხოვრებით, დილით ვდგებით მონასტრის ტიპიკონით 4 საათზე, სადაც იწყება ლოცვა, შემდეგ ერთად ტრაპეზობთ, ერთად ლოცულობთ, ერთად შრომობთ და ეს ყველაფერი უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ როდესაც ბავშვები ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან, უკვე ისინი როგორც სულიერი ძმები ისე არიან ერთმანეთთან და ყველანი როგორც სულიერი ძმები ისე ვართ ერთმანეთთან და როდესაც უკვე აი ეს ბავშვები მოდიან გიმნაზიაში და სექტემბერში ვიწყებთ სწავლას, ჩემთვის არის ძალიან იოლი როგორც დირექტორისათვის, რომ მე თვითონ აი როგორც ჩემი სულიერი ძმები ისე არიან ეს ბავშვები მე-12, მე-11 და მე-10 კლასელი ბიჭები და მათ ჩემთან ურთიერთობაში არავითარი აი ბარიერის გადალახვა არ უწევთ. პირდაპირ შემოდიან, პირდაპირ მთხოვენ რა სათხოვარი აქვთ. მეც პირდაპირ შევდივარ და ვთხოვ, რომ აი ეს არის გასაკეთებელი, აი ეს ასე უნდა გავაკეთოთ და ეს ურთიერთობა არის ქრისტიანულ ზნეობაზე დამყარებული და ქრისტიანულ მორალზე და სადაც ქრისტიანობა არის, სადაც სიყვარული არის, იქ უკვე ყველაფერი სიყვარულით კეთდება. ყველაფრით გამოირჩევა, აი ყველა ასპექტში აბსოლუტურად. ბავშვები არიან, იციან, სად მოდიან და რა უნდათ, რას ელიან. აქ იღებენ მოსწავლეები იმას, რასაც ელიან, ისინი და მშობლები. ყველა მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება, აბსოლუტურად ბოლომდე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დირექციის ხელშეწყობით ხდება. ჩვენ ყველამ ვიცით, მოგვიხარია დილით აქ. ვიცით, რომ ჩვენი საქმე უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ. და ამაში ყოველგვარი ხელშეწყობა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ცით დაწყება განწყობით არიან უკვე ეს ბავშვები დილიდანვე მომზადებული შემოდიან კლასში და ყველა საქმე უკვე პატარაობიდანვე იჩვენებიან, რომ ყველა საქმე უნდა ლოცვით დავიწყოთ და ის დღე იქნება წარმატებული. ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მე მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენი სკოლა დამთავრებულები, უფროსი მოსწავლეები, აი ყველგან გამოირჩევიან თავისი ქცევით. ალბათ ის რომ აი რასულისკვეთებაც არის ჩადებული სკოლაში. მოდის ეს დირექციიდან, ხელმძღვანელობიდან რაღაც გადმოდის ეს ბავშვებზე, თუნდაც ის რომ იწყებენ ლოცვით, დილას როგორი
დილითვე იმუხტებიან დადებითად ბავშვები და არ არსებობს დადებითად დამხტულმა ბავშვები, მაგრამ მე ცუდი გააკეთა. ქართული ეროვნული და მართლმადიდებლური წესებით აღზრდა სამყარებს თანამედროვე სასწავლო გეგმებთან შეზავებული უძველესი ქართული წესები, რომელიც ყველა კლასისთვის აუცილებელია. მათგან გამორჩეულია უძველესი ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი, ვაჟებისთვის და გოგმანი, ქართული ცეკვისილეთების შესწავლა გოგონებისთვის. უკვე 2000 წელია თითქმის რაც შავნაბადა სკოლასთან თანამშრომლობთ. ეს არის თითქმის სკოლის დაფუძნების პერიოდიდან დაფუძნა ხრიდოლის ჯგუფი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც თვითონ იწყებს ხრიდოლი აღორძინებას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეულ სკოლასთან მუშაობს ხრიდოლის ფედერაცია, შავნაბადა სკოლა არის გამორჩეული იმით, რომ ეს იყო პირველი სკოლა, ვინც გაუკეთა საკუთარი ცენტრი ხრიდოლს და სადაც ჩაისვა ხრიდოლი როგორც სასწავლო საგანი. და გარდა იმისა, სექციური მუშაობისთვისაც შეიქმნა ყოველგვარი პირობები. ესე იგი, ყველა მოსწავლე, რომელიც შავნაბადა სკოლას ამთავრებს, აუცილებლად გადის წვრთნას ხრიდოლის საბრძოლო სისტემის მიხედვით და გარდა ამისა, არის ჩამოყალიბებული სკოლის ნაკრები, კლუბი შავნაბადა, ხრიდოლის კლუბი შავნაბადა, რომელიც ხრიდოლის ეროვნულ ჩემპიონატებზეც იღებს მონაწილეობას და გარდა ამისა, მონათესავე სახეობებში შავნაბადას კლუბი გადის და წარმატებით იღებს ამ მონაწილეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო შავნაბადა სკოლისთვის, ყველა იმ სკოლისთვის, სადაც კი ხრიდოლი არის განერგილი, იმიტომ რომ სხვა გზა გარდა მხედრული აღზრდისა, თუ გვინდა რომ ჩვენ კაცი მამაცად გავზადოთ, ვაჟკაცად გავზადოთ, თავის ქვეყნის მსახურად გავზადოთ, თუ გვინდა რომ იყოს ის მტკიცე, თუ გვინდა რომ იყოს ის გამძლე ამ ყველაფრისა, რაც გარშემო ხდება, სხვანაირი გზა არ არსებობს. ის უნდა გაიზარდოს მხედრად. ხრიდოლი როგორც საბრძოლო სისტემა, ის წარმოადგენს საბრძოლო ხუთჭიდს და ყველა მიმართულება რაც შეიძლება რომ მებრძოლს სჭირდებოდეს, აქ შეისწავლება როგორც ჭიდაობა, ისე კრივი, ისე ფარიკაობა. გარდა ამისა, ხრიდოლს გააჩნია თავისი მხედრული კოდექსი, რომელიც 365 სამამაცოს ზნეს აერთიანებს. ეს არის უძველესი წესი აღზრდისა ჩვენ ქვეყანაში. წმინდა გიორგის სალოცავების მიხედვით იყო ეს წესები განსაზღვრული და ამ 365 მხედრული წესი არის მხედრული კოდექსი ყველა ხრიდოლიონისთვის და თავისთავად ყველა შავნაბადელისთვის და მათი აღზრდა ხდება ამ წესების მიხედვით. ისინი თუ გვინდა რომ ჩვენ გახდნენ მამულის მსახურები, ქვეყნის მსახურები, ხვალ დიდ საქართველოს გამოვადნენ როგორც ჯარში, ისე სხვა საქმეში, სხვა გზა არ გვაქვს ჩვენ და ამიტომ ავირჩიეთ ეს გზა და ეს გზა ერჩია შავნაბადა სკოლა. გიმნაზია შავნაბადაში არსებობს ცეკვის სტუდია, სიმღერის გუნდი. გალობელთა გუნდი, რომელიც ჩვენ მხოლოდ 2 წლისაა, თუმცა უდიდესი პროფესიონალიზმით და სიყვარულით უდგება უძველეს ქართულ მრავალხმიან გალობას. დაწყებული ეს განწყობა ღმერთთან კავშირი აუცილებელია და შემდეგ ესე გაგრძელებული დღეც და ის ფიქრი რომ მოყვება რომ სიკეთე უნდა ვაკეთოთ და ღმერთი არის ჩვენ გვერდით, ეს რა თქმა უნდა უფრო კარგისკენ გწვლის სიკეთისკენ და ცუც ნაკლებად ვაკეთებთ და აკეთებენ ბავშვები. ძალიან მოწესრიგებული სკოლა ყველა მხრივ, აი ელემენტარული სიზუსტავით და დამთავრებული სწავლის რეჟიმით თუ იმ პუნქტუალობით თუ თუნდაც იმით რომ ტელეფონებს ვაბარებთ შემოსვლისას უნდა დავფიქსირდეთ როდის მოვედით როდის წავედით და აი ძალიან მოწესრიგებული ანუ ეს დრო რაც მოცემული გვაქვს მაქსიმალურად არის გამოყენებული აქ დაგვიანება გაცდენა და ადრე წასვლა და ესე ვთქვათ ეს არ ხდება ძალიან მონდომებული ბავშვები არიან გალობის საკითხში რაც შეიძლება რომ ითქვას
თვითონ მეუბნებიან მას, როდის ვექნება მას ჩავატაროთ, მას ცოტა ხან კიდევ დავრჩეთ, მას გავიმეოროთ ძველი შეგალობლები და ანუ ესეთი მონდომების ხარჯზე არის, რომ ცოტა დაჩქარებული ტემპით სწავლობთ და ანუ ამ სიბეჯითის ხარჯზე ცოტა ეს დრო შევამცირეთ. საინტერესო მეცადინეობები გვაქვს აქ და ამამდე ხანში მოვაკვირდით, რომ ესეთი გუნდი შეგვეკრა და საერთოდ ასე გვეგალობა. ჩემი აზრით, კარგად მუშაობ და ანუ ეს თუ გავაგზავნეთ, ნამდვილად კარგი შედეგი გვექნება. ჩემი აზრით, ჩვენი სკოლა არის საუკეთესო, ანუ ყველაფრის მხრივ შემიძლია ვთქვა, როგორც სწავლის მხრივ, ასევე ლოცვის მხრივ, ეს ლოცვა ჩემი ადამიანს წვლის, ანუ ჩვენი სკოლა ბევრი სკოლისგან განსხვავებით, ანუ გამორჩეულია. გამორჩეულია გიმნაზია შავნაბადას თეატრალური დასი, რომლის ისტორიაშიც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი წარმოდგენა და სპექტაკლია. პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ბავშვებმა ჩაატარეს, ეს იყო ანტიგონე. და ანტიგონე ისე მოგვეწონას ყველას მშობლებს, მასწავლებლებს, თვითონ მოსწავლეებსაც, რომ მე დავპირდი მათ, თუ კი ესეთ მეორე ღონისძიებას ჩაატარებდნენ, წავიყვანდი რუსთაველის თეატრში და იქ მოხდებოდა პრემიერის ჩვენება. და მართლაც შარშან უკვე ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამანიშვილის დედინაცვალი რუსთაველის მცირე დარბაზში. და იქ ესწრებოდნენ თვითონ რუსთაველის თეატრის წარმომადგენლები, მოწვეული ჰყავდა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები და ეს იყო რაღაც ბავშვების აღმაფრენას დავარქმევდი. ისე შეასრულეს ეს როლები, რომ შემდეგ იქ დამსწრეს საზოგადოებამ, როდესაც შეაფასა მათი ეს შესრულება, იქ აღნიშნეს, რომ თუ კი ეს ბავშვები თეატრალურ ინსტიტუტში წამოვლენ, ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი უგამოცდოდ მივიღოთ თეატრალურ ინსტიტუტშიო. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ჩვენმა თეატრალურმა დასმა. ხუპა, მანას გულში. რატო მივიდე? შენი შინი. ხუპა, რა ტაშილო, რა შენი ტაშილო დაუწ, მამა? კენ, ერთი თუკიფა. ერთი ლებრხანებად ში, უნდა დაი. მა, შვილი რა უნდა ყოლო, შვილი. რა შეშილია, შეგაცო. შენ ამონტე, ბაბაჩამა სასიკვდილო საკას მიდირება. ერთი შენ დაშინებულად ლაპარაკობ და ბიჭო გული რა ამორიო, ხარი. მე დავი შეგასნი. ბიჭო. ხაჭინა შეიძლება თავის უჩენდა. აჩის მეძილა. ამ შეშპილე. ამა შეშპილე. ისედაც მეწოდები და ესეთი შანსი გამოვიდა და ეგაც. Rasizan? Ho, rasizan. Are rasizan. Ho, rasizan da mogitați, da. Uite, arată da mai da mai ce mi da duce da mochte blogis has. Sumale. Kada mu mahmuz gagago. Foaie să. გიმნაზია შავნაბადა გამორჩეულად ამაყობს ინტელექტუალთა კლუბით. გიმნაზია შავნაბადაში ინტელექტუალთა კლუბი ჩამოყალიბდა 2012 წელს. მაშინ, როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კონკურსზე და გიმნაზიას შავნაბადელებმაც მივიღეთ მონაწილეობა. აი ამ პირველ ჩემპიონატზე ჩვენი გიმნაზიელები გახდნენ ისანი სამგორის მუნიციპალიტეტის გამარჯვებულები და ჩვენ გადმოგვეცა სიგელი, რომელიც ამშვენებს ჩვენს კედელს. ამის შემდეგ ჩვენ აქტიურად მუშაობდით, ტარდებოდა შიდა ტურნირები სკოლაში. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიბრამ ჩაატარა თბილისის მასშტაბით, მთელი თბილისის სკოლები იღებდნენ მონაწილეობას ამ ინტელექტუალურ თამაშებში და გიმნაზიელებმაც, შავნაბადელებმაც მივიღეთ მონაწილეობა და ეს მაშინ ჩვენ გავხდით თბილისის ჩემპიონები მთელი თბილისის მასშტაბით. გადმოგვეცა გამარჯვების თასი საზეიმო ვითარებაში და
ეს იყო ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ინტელექტუალების და ძალიან მინდა აქ ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც ეს თასი გადმოგვეცა, მეორე დღეს გიმნაზიელებმა ეს თასი მოვიტანეს სკოლაში და ლოცვის შემდეგ ეს თასი საზეიმო ვითარებაში შემოიტანეს დარბაზში, სადაც აი თელმა გიმნაზიამ, თელმა მოსწავლეებმა, ყველამ ესე იგი ძალიან დიდი სიხარულით, ტაშით და აი მთელი ზარზეიმით შეხვდნენ აი ამ თასის გადმოცემას და ძალიან გვიყვარს ეს თასი, რომელიც აი აქ გვიმშვენებს დაფას. გიმნაზიაში ავნებადეს მოსწავლეებს კარგად იცნობენ ოლიმპიადებზე, სადაც ისინი მუდმივად ლიდერები არიან. ყოველ წელიწადს ჩვენ გავდივართ, ვიჭერთ პირველ ადგილს, რაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა არსებობს, იმის შემდეგ 5 წელია თუ 6 წელია პირველ ადგილს ვიღებთ ყოველთვის ბიოლოგიაში, ასევე ისტორიაში, ასევე ქართულში, ინგლისურში და 4-ჯერ გადმოგვეცა ფულადი პრემია 12500 ლარი, 7000 ლარი, 8000 ლარი, 10000 ლარი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი მოსწავლეები ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ, ასევე სხვადასხვა ოლიმპიადებში, ეს არის დიდაქტიკა, ევერესტი. სკოლის თავი დანიშნულება ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაც სწავლა კარგად მოგაწოდონ. აქ უფრო ზრუნავენ შენზე, როგორც პიროვნების შემოყალიბებას და ამისთვის აქვთ ბევრი აქტივობა, რაც ცხოვრების გამოცდილებას ბევრად ზრდის, ანუ იგივე ზნეაკეთილი სასაბჭო და ზნეობის თასი, რომელიც ანუ დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს აფასებს, როდესაც გამოცდილება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგი გამოცდილება იყო საზაფხულო სკოლა, ანუ ბიჭები, ვაჟები ყოველ წელიწადს დიახ მონასტერში მივიდიოდით და ანუ ჯერ ერთი ძალიან სულიერი სიმშვიდეა და ახალ გარემოში ხვდებით და ანუ სულიერადაც ვისვენებთ და მოგონებები არის ძალიან კარგი, ანუ იქ რო რაღაცას აკეთებ, რაც შემდეგ იდეაში საერო საქმეა და დიდი საქმე, ძალიან კარგი გამოცდილება და დღესაც ძალიან დიდი სიხარულით და სიამოვნებით ვიგონებთ ამ ყველაფერს. ჩემთვის გიმნაზიაში ავნაბადა არის უამრავი საინტერესო ადამიანის გვერდით მუშაობა, თუნდაც თეატრალურ წარმოდგენაში, თუნდაც ინტელექტუალურ თამაშებში, თუნდაც უამრავ პროექტში. ჩემთვის გიმნაზიაში ავნაბადა არის ერთგვარად ახალი ეტაპი, ახალი სცენა საკუთარი ძალების გამოსაცდელად და ასე ვთქვათ, შემდეგი ნაბიჯი, თუნდაც პიროვნული განვითარებისთვის. მოსწავლეთა წარმატებები წარმოუდგენელია ზნეკეთილი ბავშვების მოყვარული აღმზრდელების გარეშე, რასაც გიმნაზიაში უდიდესი ყურადღება ექცევა. მასწავლებელთა და მოსწავლეთა უდიდესი სიყვარულითა და ერთსრულობით შექმნილი სასწავლებელი ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 9001-ის მფლობელი გახდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გიმნაზიაში ავნაბადას მაღალ სტანდარტებზე. მიმდინარე სასწავლო წელს 2015 წელს გიმნაზიას მიენიჭა ISO საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიცირებულ სასწავლო გარემოს, მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგებს, უსაფრთხო სასწავლო პროცესის ორგანიზებას და ამ ყველაფრის საერთაშორისო სტანდარტებთან ძალიან დაახლოებას და უпростоრად აღიარებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, მაღალკვალიფიცირებული პედაგოგების სკოლაში მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ ყველა პედაგოგი, რომელიც ჩვენთან გიმნაზიაში მუშაობს, არის თავის საქმის პროფესიონალი, მათ აქვთ სამუშაო გამოცდილება ძალიან დიდი პედაგოგად მუშაობის, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ პედაგოგად მუშაობის გამოცდილება, მაგრამ და მათ ჩვენთან დაიწყეს პირველად მუშაობა, თუმცა ეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მიგვეცა საშუალება დამწყები ადამიანებისთვისაც პროფესიაში შემოსვლისთვის, იმიტომ რომ თვლი და მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს რო ვინმე როდესმე არ მისცა საშუალება იმისა, რომ პროფესიაში დაიწყოს მუშაობა, მას არასოდეს არ ექნება ის სამუშაო სტაჟი, რომელსაც ასე ხშირად ვიცხოვთ. თუმცა შემიძლია თქვა, რომ სკოლის უმრავლესობა, ძირითადი უმრავლესობა
არის გამოცდილი პედაგოგი, ხოლო ის მასწავლებლები, რომლებიც არ არიან გამოცდილი პედაგოგები, მათ მენტორობას უწევენ თავიანთი კათედრის ხელმძღვანელები, რომლებიც ნამდვილად გამოცდილი პროფესიონალები არიან. საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ერთ-ერთი მიმართულებაა ჩვენი სკოლის, ჩვენ გვაქვს გათვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის გათვლითი პროგრამა დიდ ბრიტანეთთან. მოგეხსენებათ მასერტიფიცირებელი ორგანოს, რომელმაც ჩვენ ISO სერტიფიკატი მოგვანიჭა, ეს გახლავთ ბრიტანული ორგანიზაცია ინტერტეკი. შესაბამისად გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ასევე ბრიტანელებთან სასწავლო კუთხით და გერმანელებთან გვაქვს მსგავსი ურთიერთობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენთან სკოლაში ისწავლება ისევე როგორც ინგლისური ენა, ასევე გერმანული ენა და რუსული ენა. რაც შეეხება შავნაბადას საერო გიმნაზიას, ჩემის ღრმა რწმენით და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მის უმთავრეს მონაპოვარს წარმოადგენს ღრმად განსავლული, სულიერად მდიდარი და ზნეობრივად აღზრდილი მოსწავლე ახალგაზრდობა. უპირველეს ყოვლისა ეს დამსახურებაა გიმნაზიის დირექციისა, გიმნაზიის დირექტორისა მამა გიორგისა, რომელმაც შეძლო და შემოიკრიბა თავისუფლი პროფესიონალი პედაგოგები, შეძლო შეიქმნა ისეთი სასიცოცხლო ატმოსფერო, ისეთი პირობები და ისეთი ვითარება, რომელშიც შესაძლებელია ადამიანმა შეითვისოს ის ცოდნა, მიიღოს ის სულიერი, ზნეობრივი, მორალური და ეთიკური აღზრდა, რომელიც ესოდენ დეფიციტურია ჩვენს თანამედროვე სინამდვილეში ტრადიციულ ფასეულობათა და თანამედროვე უახლოეს მიღწევათა გათვალისწინებით. აი მე ვახსენე სიტყვა ტრადიცია და ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, რაც უშუალო კავშირშია შავნაბადას საერო გიმნაზიასთან. ტრადიცია მოგეხსენებათ ლათინური სიტყვა და ქართულად ნიშნავს გადაცემას, ესე იგი კაცობრიობის ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ერის მიერ შექმნილი, ჩამოყალიბებული, შეძენილი დადებითი პოზიტიური ფასეულობების გადაცემას თაობიდან თაობამდე. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ქართული ტრადიციული წესებით აღზრდილი თაობა ქვეყნის მომავლის წარმატების საძირკველია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში განათლების სისტემას დედა ეკლესია მართავდა. დედა ეკლესიის წიაღში იზრდებოდა ქართველი ერი. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ სათავეში, ნოე ჟორდანიას მთავრობამ ვიცით, რომ დედა ეკლესია გამოყო სახელმწიფოსაგან და ასევე დედა ეკლესიას ჩამოართვა განათლების სისტემა და გადაცა სახელმწიფოს. და საოცარი ის არის, რომ აი 100 წელი გავიდა თითქმის და ეს სწავლა აღზრდის საკითხი ვერ მოგვარდა საქართველოში. მე მინდა თხოვნით მიმართო წმინდა სინოდს, იქნებ მათ აღზრდან შუამდგომლობა პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი, რომ დაიბრუნონ ქრისტეს შობიდან 19 საუკუნოვანი მათი კუთვნილი განათლების სისტემა. რომ ისე ეკლესიის წიაღში მოხდეს ჩვენი შთამომავლობის აღზრდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა სასიკეთოდ წარგვიმართოთ გზა, რომელსაც ვადგავართ. მოგცევთ საერო გიმნაზია შავნაბადას 20 წლის იუბილეს და ვუსურვებთ მრავალ წელს მდგარ იყოს უფლისა და ქვეყნის მომავლის სამსახურში.